მართლაც არის თუ არა თინათინი წარმოდგენილი ვეფხისტყაოსანში იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჩვენ რუსთაველის თეატრის სპექტაკლში შემოგთავაზეს. ვეფხისტყაოსანში არის მართლაც ასეთი მომენტი, სადაც ავთანდილისა და თინათინის პირველი შეხვედრა იწყება სიტყვებით გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი. თინათინზეა საუბარი რასაკვირველია. თუმცა, როდესაც ვეფხისტყაოსნის ტექსტის ინტერპრეტაციას ვახდენთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამე, რომ ამ ინტერპრეტაციისას მხოლოდ ერთ განმარტებას არასოდეს არ უნდა დავეყრდნოთ, რადგან ვეფხისტყაოსანში ყოველთვის აზრები ორაზროვანია, ხოლმე რუსთაველის სახეები ეს ერთი და მეორე ქართულ მეცნიერებაში არსებობს უფრო ალტერნატიული განმარტებაც, გარდა იმისა, რომ თინათინი ამ შემთხვევაში შიშველტანზე გამჭვირვალე ტანსაცმლითაა წარმოდგენილი. მაგალითად, სხვა ინტერპრეტაცია მხარს უჭერს ამ ტაიპის ასეთ განმარტებას, რომ თინათინი ავთანდილის წინაშე წარმოდგენილია არა გამჭვირვალე სამოსით, არამედ იგი განძარცვულია სამეფო ტანსაცმლისაგან. ანუ ავთანდილს კი არ დახვდა მთელი თავისი სამეფო დიდებულებითა და სამეფო შესამოსელით, არამედ რაღაც უბრალო, უფრო ასე ვთქვათ, შინაურული სამოსით. გარდა ამისა, თუნდაც ეს ტექსტი ასედაც გავიაზროთ, როგორც ეს დაუშვათ რუსთაველის თეატრის სპექტაკლის შემთხვევაში მოხდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ლიტერატურული ტექსტი, როგორც ხელოვნების დარგი, განსხვავდება სხვა სახელოვნებო მიმდინარეობებისაგან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტით. ლიტერატურული ტექსტი გაცილებით უფრო ფაქიზი ურთიერთობაა მკითხველისა და ტექსტის, ვიდრე დაუშვათ სხვა სახელოვნებო დარგები. ამ შემთხვევაში მოდი დავუკვირდეთ. როდესაც ჩვენ რომელიმე ტექსტის გაცოცხლებას ვახდენთ თეატრში, კინოში თუ დაუშვათ სახვით ხელოვნებაში, ამ შემთხვევაში აღმქმელი აღიქვამს ტექსტს ავტორის გავლით. ანუ იმ შემთხვევაში ავტორის ინტერპრეტაციები და დამოკიდებულებები ახდენს გავლენას ჩვენს ცნობიერებაზე. ხოლო როდესაც ჩვენ ტექსტთან მარტოს ხედავთ, ამ შემთხვევაში ჩვენი ცნობიერება და ტექსტი ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ, ქართულ საზოგადოებას ვთავაზობთ ისეთი ტექსტის გაცოცხლებას, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ინტერპრეტაციის საგანია, ჩვენ თითოეულ ჩვენგანს ძალიან ბევრჯერ წაგვიკითხავს და წარმოგვიდგენია ისე როგორც წარმოგვიდგენია, როდესაც ჩვენ ამის ინტერპრეტაციას ვახდენთ, უნდა გვესმოდეს ის, რომ ჩვენ ტექსტს როცა ვკითხულობთ, ნებისმიერი სახე მხოლოდ წამიერად გაკრთება ჩვენს გონებაში და ეს არის ძალიან ინტიმური და ძალიან ფაქიზი ურთიერთობა ჩვენი ცნობიერებისა და მხატვრული ტექსტის. ხოლო როდესაც ჩვენ აი ამ სცენას თეატრში ან კინოში ვდგამთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს სცენა ძალიან დიდი ხნით დგება, ასე ვთქვათ, მაყურებლის თვალწინ და ამდენად შეიძლება ის